შედეგი გაცახში გადაიღეთ რა. ოცნების წევრი ვარ და რამდენჯერმე გამგებელი მოვიდა ჩვენი და მითხრა გაჭრით ან დაგიჭერ დახმარებას მოგიხსნე და ისა და ბოლო ჩხუბიც მოგვივიდა მაგინამ ლანძღა და დახმარებას მომეს ხო არჩევნებს გან და პროსტო მანამდე პროსტო არ ვიძახდი რომ მე თქვენ მართლა არ დამიჭირონ არჩევნებზე და რაღაცა და ეხლა რა ვიღლა მინდა რომ გაიგოს თემა საქართველოს რადამპალი ხელისუფლება იყო და რადამპალი გამგებელი ყავდა სოფელ დილბსა რა დახმარება არჩევნების შემდეგ მოგახსნათ ხო მანამდე მოხსნეს რა და პროსტო ეხლა ვიძახე რა და დღეს გაიგე ხო დღეს გავიგე რომ მოხსნეს გაჩერდი ვინ გაგაგებია გაჩერდი აი დახმარებაზე რო დადიან მაგათმნა ისინი მოვიდნენ და გიხსნეს რომ აღარ გეკითხა ხო აღარ მეკვდის დახმარება თან არ გითხეთ რატო ვითომ მაგის გულაზე კაროჩე რა მანქანა ყავდა რაღაცა რა თორე ეს მანქანა ჩემი ნამდვილად არ არის ეს მანქანა ვის სიმამრისაა და ბავშვი შემეძინა და პროსტო ყავდეს რა ჩამოიყვანა თვითონ და რაღაცა დაგჭირის ამიყვანა ან ჩამოიყვანე ბავშვი რა ეხლა ოცნების მხარეს რო ვიყავით მე სულ ყველადი გადაგვიდგდა და არც ესეც დაგვისეთყვა პამინდორის დაგვისეთყვა და ჩვენ და ყურადღება არ მოგვაქცია თქვენც მოგეხსნეს დახმარება კი რა მიზეზით მაგიტო რო ოცნების ხალხს დაძდებდნენ ჩემი ქმარშვილი არი აქეთაც მოგზავნით და გადაივეთ რანაირი ოთახი ახლა სინათლეც არ არის ადვალიც ეს არის უყველაფერი ეს ერთი ოთახია ჩვენი ეს წასულია ჩემი მაზლი იმის ოთახი არის დედამთილი ორი შვილი ის ქმარი კიდე და მე და კიდე აქეთ რანაირი ადრეც გამოვიძიხრეთ ტელევიზია და არავინ არ მოვიდა აი ახლა მე თქვენმა გავიგე დახმარება თუ ჩამოეცა რომ მაგას შეცდომით ქონდა დანიშნული ვინაიდან აქ ცხოვრობს ფიზიკურად არ არის მოუხდეს დახმარება აქამდე თუ იღებდა ეხლა რატომ ჩამოერთვა ესე იგი პიროვნება არ ცხოვრობს რესპუბლიკის გარეთ არის გასული და მოუხდეს მაგის გულში მისი თუმცა ეკნებოდა დანიშნული და ალბათ მოუხდეს აი ოცნების ხარდამჭერი როგორ იქნებოდა როდესაც ფიზიკურად პიროვნება არ არის და 10 წელიწადია გასულია რესპუბლიკის გარეთ და ცრუ ინფორმაცია არის ეგ არის ტყუილი ინფორმაცია ანუ თქვენ ჩხუბი არ მოგსვლეთ არავისთან არავისთან გენაცვალე